ადამიანი, რომელიც ჩვენზე გამუდმებით ფიქრობს, მოგესალმებით, მოდით ვნახოთ ვინ არიან ესენი, ვინც თქვენზე გამუდმებით ფიქრობენ. ვინ არის ეს ხალხი? ვინც გამუდმებით ჩვენზე ფიქრობს. მოვიდა პიროვნება გრძნობებით. ჩანს ადამიანი ენერგიებში, რომელსაც შენთან დაკავშირებული ემოციები ბოლომდე არ დაუხურავს. ბევრთან ჩიხში ხართ ამ ენერგიებში, ტრანსფორმაციაში და ურთიერთობა დახურულია, დამთავრებულია. ემოციები ბოლომდე არ დახურულა. შესაძლოა ეს იყოს ის, ვისთანაც ურთიერთობა დასრულდა. ქალი ან მამაკაცი, მეგობარი ან ნათესავი, ადამიანი, რომელსაც აღარ ენდობით, ან ადამიანი, რომელმაც ვეღარ გაბედა თავისი გრძნობების სრულად გამოხატვა. ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ ის კოშკი, რომელიც მასთან გაქვთ, გამოწვეულია თქვენი მხრიდან. აქ იყო ნიღბები, აქ იყო ტყუილები, ვიღაცასთან ღალატები, მეგობრებო, ვიღაცასთან აფერისტობები, ვიღაცასთან გამუდმებით გამოყენება თქვენით, ასე ვთქვათ, მანიპულირება. ბევრთან იქნება ქალი და ქალიც, ნათესავიც, შესაძლოა მეზობელიც, შესაძლოა კონკურენტიც ან მესამე პირიც, რომელიც ვერ მშვიდდება და სულ ათვალიერებს თქვენს ინტერნეტ სივრცეებს, ხო? ბევრი ფარული ფიქრია, თუ მამაკაცია, ბევრი ფარული ფიქრია, ეჭვია, მოგონებები ეჭვობს, რომ საერთოდ თქვენ მასზე ფიქრობთ, ანუ დარწმუნებულია, რომ თქვენ ეს ადამიანი გაშვებული გყავთ, მე შენ გაგიშვი და მორჩა, მე შენზე აღარ ფიქრობ. ხშირად იხსენებს საუბრებს, შეხვედრებს, ხშირად იხსენებს იმასაც, როგორი არა ჩვეულებრივი ხართ, ფანტასტიკური, ულამაზესი, როგორ გიმართლებთ ყველაფერს შენ. გააჩნია ვინ ფიქრობს თქვენზე, არიან ქალებიც, არიან მამაკაცებიც, არიან ადამიანებიც, რომლებსაც უნდა რომ ცუდად იყოთ, არიან ისეთებიც, რომლებსაც უნდა რომ დაბრუნდეთ მათ ურთიერთობაში. აი მოდით ვიტყვი ინიციალებს. მამაკაცები G, A, M, N, T, ქალები N, L, E, M, I, კიდევ მიპასუხეთ. D შეიძლება და A. თქვენს ცხოვრებაში ეს ხალხი დარჩა როგორც ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდა, რომელიც ჩააბარეთ სხვათა შორის და არც ისე ბედნიერი დარჩით ამ გამოცდით. ზოგმა საერთოდ არ ვიცი როგორ გადარჩით, იმიტომ რომ აქ ძალიან ცუდად იყო ბევრი ადამიანი ამ გამოცდების შემდეგ. ცუდად იყავით და ამიტომ მე გირჩევთ, რომ არ დაბრუნდეთ ამ ენერგიებში არავითარ შემთხვევაში და დაამთავრეთ ყველაფერი ამ ხალხთან და ზუსტად პასუხი, რომ ყველაფერი უნდა შეწყვიტოთ, ფიქრიც კი შეწყვიტეთ მათზე, თქვენ მათ ყვებავთ ენერგეტიკულად მათზე რომ ფიქრობთ. მეგობრებო, წარმატებები ჩვენ მომავალ შეხვედრამდე.